საქართველოში მცხოვრები ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელშემწყობი პროექტი, რომელსაც გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი, ევროკავშირის დაფინანსებითა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციასა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით ახორციელებს. ოთხშაბათს, 10 მაისს, 14 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს Back to Georgia. პრობლემა, რომელიც წლებია აქტუალურობას არ კარგავს და მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას. ჩვენ საუბრობთ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელშეწყობაზე. გვისმინეთ და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. Taurunit პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთით, თქვენ რადიო იმედს უსმენთ და დაიწყო გადაცემათა ციკლი Back to Georgia. საქართველოში მცხოვრები ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობ პროექტზე ვისაუბრებთ, რომელსაც გურიის ახალგაზრდული ცენტრი, ევროკავშირის დაფინანსებითა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციისა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთა პარტნიორობით ახორციელებს და დღეს გადაცემის სტუმრები არიან კაპიტან ნათელა მჟავანაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი, ზვიად ერაძე, ამ პროექტის დირექტორი, გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და ოთარ ევიშვილი, პროექტის координаტორი. დიდი მადლობა მეგობრებო გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის. კაპიტან ნათელა, მე თქვენგან უნდა დავიწყო საუბარი. საუბრობ ძალიან მნიშვნელოვან და პრობლემურ თემაზე. მინდა თავდაპირველად ვიდრე უშუალოდ ამ პროექტზე ვისაუბრეთ, ვთქვათ რა პრობლემები გვაქვს, რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა ამ მიმართებაში. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისათვის. მოგეხსენებათ, თანამედროვე განსაკუთრებით მობილურ ეპოქაში მიგრაციული პროცესების გააქტიურება არავის არ უყვარს. ჩვენ მით უმეტეს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩაბმული აი ამ პროცესებში. აქ იცით, ცუდი თამაში არაფერია, როდესაც ვთქვათ ადამიანი ეძებს უკეთეს გარემოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ახალი უნარების შეძენისათვის და ასე შემდეგ. აქ თავარი ის არის, რომ და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მიგრანტებისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან, სამწუხაროდ ვიმეორებ, ჩაბმული არიან არარეგულირებად, როგორც ჩვენ ვეძახით ხოლმე, არალეგალურ მიგრაციულ პროცესებში. და სწორედ ეს ქმნის პრობლემას, თორემ ისე საერთოდ რა თქმა უნდა საძრახისი თავად მიგრაციულ პროცესებში არაფერი არ არის. და სწორედ აი ის ძალისხმევა, რომელსაც ეწევა ბევრი საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელმწიფოც მათ შორის და აი სწორედ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მონაწილე ორგანიზაცია გურიიდან ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმიანობა, სწორედ იმისათვის, რომ განსაკუთრებით პოტენციურ მიგრანტებს განემარტოთ და არაერთხელ უკვე ამაზე არის ლაპარაკი, მაგრამ აი ალბათ საჭიროება მოითხოვს, რომ ეს სამუშაო კიდევ და კიდევ გაგრძელდეს, რომ მხოლოდ კანონიერად მყოფ მიგრანტს შეუძლია მიაღწიოს თავის მიგრაციულ მიზნებს, მოუტანოს სიკეთე საკუთარ ოჯახს, თავის ქვეყანას და არ შექმნას პრობლემები მიღები ქვეყნისათვის. აი ეს არის მთავარი. კი ბატონო, მე ბატონ ზვიადთან გადავალ შეკითხვით. ბატონო ზვიად, თქვენ პროექტის ხელმძღვანელი ხართ, გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ხელმძღვანელიც და მე მინდა ვისაუბროთ თავად ამ პროექტის არსზე და შემდეგ უკვე იმ მცირე ბიზნეს გრანტებზე, რომელზედაც ბატონ ოთარს მოუწევს, რომ პასუხი გაგცეს. მინდა გითხრათ, რომ აი ეს როგორც პრობლემა ჩვენი ქვეყნის წინ მიგრაცია საკმაოდ წვავეთ დგას და განსაკუთრებით ეს დგას გურიის რეგიონში, ანუ მთლიანად ქვეყანა მეტნაკლებად გამოირჩევა რეგიონების მიხედვით სხვა პრობლემის სიმწვავით. სწორედ აი ამ პრობლემის ერთგვარ, ასე ვთქვათ, მოგვარებაზე არის ორიენტირებული ჩვენი პროექტი. ის დაიწყო 1 ივლისს 2015 წელს, ეს 2 წლიანი პროექტია, ძალიან მალე 2 თვეში უკვე დამთავრდება და ამ პროექტის ფარგლებში საკმაოდ ბევრი საინტერესო ღონისძიებები განხორციელდება. პირველი და ამოსავალი წერტილი ამ პროექტის არის ის, რომ ჩვენ თვლით და ეს სხვადასხვა ამ პროექტში ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა, რომ მიგრაციის ძირითადი მიზეზი არის ეკონომიკური. ანუ ადამიანებს არ აქვთ შემოსავალი, უჭირთ ოჯახების შენა და შესაბამისად ცდილობენ დატოვონ ქვეყანა ამ შემოსავლის ძიების კუთხით. აი ამას ახლავს ძალიან ბევრი პრობლემა. მათ შორის ტრაფიკინგი, აი ბატონ ნათელამ გვებძანა
ასე ვთქვათ, არალეგალური საქმიანობა, რომელსაც უამრავ პრობლემებს სოციალური დაუცველობა ერთგვარი ყველა მიმართულებით ხო ჯანმრთელობა ფაქტობრივად არ არის ჩვენი უზრუნველყოფილი იქნება პრობლემები ამას მედია აშუქებს და მე აღმოჩნდება ხოლმე რომ ხშირად პოსტფაქტუმ ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი რას აკეთებს და რას ახორციელებს პროექტი აი ამაზე რომ გავაკეთოთ აქ არის უამრავი ერთ-ერთი ამოცანა ამ პროექტის არის რომ შექმნილიყო რეგიონებში პროფესიული და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება და შესაბამისად მოგვეხდინა სექტორებთან შორის თანამშრომლობა ამ პრობლემის ირგვლივ. აი ამ კუთხით მე უბრალოდ აღნიშნა რომ ეს პროექტი მხოლოდ გურიაში არა, ასევე აჭარის ერთი რეგიონი, ქობულეთის მუნიციპალიტეტია ჩართული. აი ამ კუთხით ძალიან ბევრი საქმიანობა განხორციელდა. მათ შორის სამუშაო უნარებზე, ასე ვთქვათ, როგორც გითხარით, სამუშაო უნარებზე იყო უამრავი ტრეინინგი ჩატარდა, 88 მონაწილემ უკვე გაიარა პროფესიული გადამზადების ტრეინინგი. იყო სხვადასხვა კურსები, რომელიც ადამიანებს ეხმარება თავიანთი, ასე ვთქვათ, უნარების გაძლიერებაში ამ კუთხით 77 ადამიანი იყო ამ ტრეინინგის მონაწილე და ერთი მთავარი კომპონენტი რაც არის ბიზნეს გრანტების გაცემა ამაზე ბატონი ოთარი ისაუბრებს დაწვრილებით ეს ბიზნეს გრანტები მიმართული იყო იმისთვის რომ ადგილზე შეექმნათ პოტენციურ მიგრანტებს და ყოფილ მიგრანტებს შემოსავლის წყარო ან გაეძლიერებიათ ასე თქვა თავიანთი არსებული ბიზნესი, რათა ის ეკონომიკური მიზეზი, რაც მიგრაციის ძირითადი მიზეზია, ნაწილობრივ ამოხვრილიყო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანები რეალიზებულები იყვნენ საკუთარ ქვეყანაში ეს ქვეყნის ეკონომიკასაც ბუნებრივია ძალიან ჭირდება თუმცა ერთი საკითხია რას თავაზობს ქვეყანა იმისთვის რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ და თქვათ დაფუძნდნენ თავისივე სამშობლოში იმიტომ რომ მათთვის გაცილებით უფრო კომფორტულია ძირითადად ეს საუბრებში იკვეთება ხოლმე რომ იმუშაონ იმ თქვათ ადგილზე სადაც ისინი დაიბადნენ სადაც ცხოვრობენ სადაც მათი ახლობლებია ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რომ არსებობდეს მათთვის რაღაცა მოსავლის წყარო. ბატონო ოთარ, მე რამდენადაც ვიცი, მცირე გრანტების კომპონენტმა საკმაოდ კარგად იმუშავა ამ პროექტში და ჩვენ საშუალებაც გვექნება შემდეგ უკვე მეორე ნაწილში უშუალოდ ჩვენ ბენეფიციარები შემოვიყვანოთ და პირდაპირ ეთერში მათი ისტორიები მოვისმინოთ. უბრალოდ მე მინდა თქვენ გვითხრათ, თქვათ რა ტიპის ბიზნეს გრანტები გაეცით და თქვათ რაზე იყო ეს ორიენტირებული. მოგესალმებით მსმენელს სანამ კონკრეტულ ბიზნეს გრანტებზე დავიწყებ საუბარს მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი ფონდი იყო 150,000 ევრო რომელიც ნაწილობრივ უკვე გაცემული არის ჩვენი გრანტები ბიზნეს გრანტები არ იყო შეზღუდული ანუ არ იყო მოთხოვნა რომ მხოლოდ თქვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით წასულიყო ძალიან მრავალფეროვანი განაცხადები მივიღეთ ძალიან სასიხარულოა ის რომ საკმაოდ აქტიურად ჩაება მოსახლეობა ამ კონკურსში გამოირჩეოდნენ ქალები რაც ძალიან გვახარებს მაგალითად პირველ ეტაპზე 10 გამარჯვებულიდან 6 ქალი იყო მე შემიძლია მოგიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი თუ რა გაკეთდა პირველი ეტაპისთვის მაგალითად გაკეთდა სათბური რომელშიც მოყავთ ჩვენს ბენეფიციარებს მარწყვი მაგალითად გაკეთდა საცხობი ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ჩოხატაურში ზოტი ესეც სოფელი არის რაც საკმაოდ მძიმედ დგას მიგრაციის პრობლემა ასევე მაგალითად გაკეთდა სამაცივრე მეურნეობა როგორც ხედავ ძალიან მრავალფეროვანი იყო ჩვენთან განაცხადები და საკმაოდ საინტერესო ბიზნეს იდეები იყო კონკურსი გრძელდება მინდა ვთქვა ეხლა ვართ მესამე ეტაპზე ანუ სულ 3 ეტაპი იყო გამოცხადებული პირველი ეტაპისთვის როგორც მოგახსენეთ 10 გამარჯვებული გვყავდა აქედან 6 ქალი მეორე ეტაპზე 11 გამარჯვებული იყო აქედან 4 ქალი ამ დავიცავით ბალანსი გენდერული სულ მიღებული განაცხადების რაოდენობა იყო 150-ზე მეტი. ასევე იყო
ჩამოსული 10 განცხადება ბიზნესის გაძლიერებისთვის, ანუ მე რაც ვსაუბრობ ეს იყო სტარტაპები, ასევე ჩვენ მქონდა ეს კომპონენტი, რომ ბიზნესს, მოქმედ ბიზნესს შეეძლო შემოეტანა განაცხადი მათი ბიზნესის გაძლიერებისთვის, თუმცა ჩვენ უდევდით პირობაში, რომ მათ დაესაქმებინათ ყოფილი ამ პოტენციური მიგრანტები. აქაც სულ 7 გამარჯვებული ყავდა, აქედაც ერთი ქალი იყო, რაც ძალიან კიდევ ერთხელ გვახარებს. ეხლა მესამე ეტაპზე ვართ. მოდით მესამე ეტაპზე მეორე ბლოკში ვისაუბროთ უფრო ვრცლად, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება ამის რომ და გაცილებით უფრო ვთქვათ უკეთესად და უფრო ფართოდ შეიძლება ამ თემის გაშლა. მე უბრალოდ გამოვიყენებ შესაძლებლობას და ვიდრე ქაბულა ნათელას დავემშვიდობებით ის პირველი ბლოკის შემდეგ დაგვტოვებს, მე მინდა მას ვკითხო, ჩვენ რა უნდა შევთავაზოთ სახელმწიფომ ამ ადამიანებს რომ დაბრუნდეს და ვთქვათ რამდენად მუშაობს თუნდაც იგივე ვიზა ლიბერალიზაციის ფაქტორი, ვთქვათ საკეთილდღეოდ ამ პრობლემის მოგვარების კუთხით. თქვენი კითხვის პირველი ნაწილის პასუხი ალბათ ცოტა რიტორიკული შეიძლება გამომივიდეს დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ეს არის სახელმწიფოში იმ სოციალური, ეკონომიკური ისეთი ფონის შექმნა, რომ მოუნდეს დაბრუნება ჩვენს მიგრანტებს და მათ შეძლონ აქ ღირსეულად ცხოვრება, დასაქმება და ასე შემდეგ. ნუ ეს ვინაიდან ჯერჯერობით ცოტა ძელვადიანი პერსპექტივაა ჩვენი ქვეყნისათვის, მოდით რითი და რა უნდა გაკეთდეს დღეს. რა თქმა უნდა გაგრძელდეს მოსახლეობასთან ისევ საინფორმაციო და ასეთი საკონსულტაციო განმარტებითი საქმიანობა, რასაც წარმატებით ახერხებდა 2 წლის განმავლობაში სწორედ ეს ორგანიზაცია. და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისათვის. გარდა ამისა, სარეინტეგრაციო პროგრამები, როგორც უკვე გითხარით, ხორციელდება საქართველოში, ამჟამად მუშაობს სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამა. ანუ დამერწმუნეთ ის თანხა, რომელიც შესაძლებელია ჩვენი დიდი ჯიბისათვის, საერთო ჯიბისათვის შეიძლება დიდიც არის და საკმაოდ ისეთი გრძნობიარე, მაგრამ ამ საქმისათვის რა თქმა უნდა ძალიან მცირეა. ვინაიდან წელიწადში სადღაც შენ თუ შეძლებ 100-მდე დაბრუნებული მიგრანტის, ვთქვათ, ბიზნესში ჩართვას და მისი კიდევ სხვა კომპონენტებით იქ არის სამედიცინო განათლების და ასე შემდეგ კომპონენტი, ეს არ ქმნის იმ ამინს, რომ ამის გამო დაბრუნდნენ ჩვენი მიგრანტები. აქ იცით ალბათ ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი თუ სახელმწიფოს მას ვალდებულებებს შევახსენებთ ამ სახელმწიფოსაც, ეს არის ხელშეკრულებების დადება სახელმწიფოებთან სწორედ იმ ცირკულარული მიგრაციის განსახორციელებლად, რომელიც იდო ჩვენი რეადმისიის თუ ვიზა ლიბერალიზაციის ამ ხელშეკრულებებში ჩადებული. რატომღაც წინა წლებში იყო ამაზე უფრო აქტიური საუბარი, შემდეგ ეს საკითხი თითქოს შეჩერებულია. ყოველ შემთხვევაში ამჟამად ჩვენ არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს ესეთი ვიზა ლიბერალიზაციის ფაქტორი რა იქნება, ვთქვათ, პრობლემის გადაჭრის კუთხით. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ როგორც ექსპერტს? ამჟამად მე როგორც ხედავ, შესაძლებელია ეს პირიქით უფრო პრობლემურიც იყოს ამ საკითხის გადაჭრისათვის. მემხედველობაში მაქვს უვიზოდ შესული ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც აი კიდევაც მაქვს ესეთი მონაცემი თვენახევრის განმავლობაში უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ გასულია 11,000-ზე მეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე საზღვარგარეთ. აქედან სხვათა შორის 40-ზე მეტი დააბრუნეს თვითონ საზღვრიდან თვითონ დოკუმენტების რაღაც მოუწესრიგებლობის გამო, მაგრამ თავარია რომ ეს ადამიანები შევიდნენ, მაგრამ მიუხედავად იმ დიდი განმარტებითი მუშაობის, ხოთი თქვენი ეთერითაც ხშირად იყო ხოლმე ამაზე საუბარი, აი ჩვენი მოქალაქეების ქცევების შესახებ, თუ ანუ როგორ უნდა მოიქცენ ასეთ შემთხვევაში საზღვარგარეთ. და რაღაც ძალიან ნაკლებად მჯერა, იმიტომ რომ მაქვს გამოცდილება ამ სფეროში, რომ ამ 11,000 ჩვენი მოქალაქიდან ყველა ჩასულია იქ სწორედ იმ მიზნებით, ეს არის სტუმრობა, ვთქვათ, მოკლევადიანი განათლების კურსები, თუ ბიზნესი რაღაც ღონისძიებები და ასე შემდეგ. მაგრამ მოდით იმედი ვიქონიოთ და თუ ჩვენ ვინმე გვისმენს აი ეს ჩვენი მოქალაქეები, ვისაც ეხება, ეს კიდევ ყურად იყონ და ნუ გააკეთებენ იმას, რომ აი
ეს დიდი მონაპოვარი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თითოეულ ჩვენთაგანს გვერგო, რა თქმა უნდა, ეს კონკრეტულად თითოეულ ადამიანს. და კიდევ ვიცით რა შეა საქმე, თუ კი აი ამ საკითხს რა უნდა გაკეთდეს. ძალიან ხშირად, როდესაც მე მქონია პოტენციურ მიგრანტებთან, თუნდაც დაბრუნებულ მიგრანტებთან საუბარი, თითქოს ეს ადამიანები, იცით, რაღაც ვალდებულებას აკისრებენ ჩვენს ქვეყანას, მიმღებ ქვეყანას, რაღაც პრეტენზიებითაც კი არიან სავსენი, თქვათ იმის გამო, რომ თუნდაც მას დაატოვებინეს როგორც არალეგალს იქ ქვეყანა ან არ ქონდა იქ მუშაობის საშუალება. იცით, მე ყოველთვის, როდესაც ხვდები პოტენციურ მიგრანტებს, ვაძლევ ძალიან ესეთ აი კვეთრად, ესეთ კვეთრ მესიჯს და ვეუბნები, რომ თქვენ მოემზადეთ ამისათვის. მოემზადეთ ამისათვის, უპირველეს ყოვლისა გადაწყვიტეთ და შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. შემდეგ თქვენი კვალიფიკაცია, თქვენი სხვა თუნდაც ენის ცოდნა, ან გაიუმჯობესეთ, ან შეადარეთ იმას, რა მოთხოვნებია და აი შემდეგ გადაწყვიტეთ, ან გაგზავრება, ან ამ პროცესებში ჩართვა. თავისთავად ხვდებით, რომ კონკურენციის ფაქტორია გასათვალისწინებელი კიდეს და შესაბამისი მზაობა უნდა არსებობდეს. კაპიტანატელა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თანთელამ შავანაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც დაგვტოვებს გადაცემის პირველი ბლოკის შემდეგ. ჩვენ ზვიად ერაძესთან და ოთარ რევიშულთან საუბარს გავაგრძელებთ. უკვე სარეკლამო ჭრის შემდეგ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ გადაცემა და ციკლს Back to Georgia და საუბრობთ საქართველოში მცხოვრები ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგამანათლებლო ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყო პროექტზე, რომელსაც გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. არასრული საათის სპონსორია TT7. რეკლამა რადიო იმედზე. კომპანია მითანა, ლიდერი საქართველოს ხორცპროდუქტების ბაზარზე. გთავაზობთ სიახლეს, ნახევარ ფაბრიკატები, ხინკალი ქალაქური და მთიულური, ბლინები ხორცით, ყველით და კარტოფილით, პელმენები, ციმბირული და კლასიკური, აგრეთვე ქათმის ნაგეტსები და მინი ჩებურეკი. ირჩევთ მითანას, ირჩევთ ხარისხს. Bridgestone-ის ეკოპია ზაფხულის საბურავების შექმნისას ჩვენ ვფიქრობდით სტანდარტულ ჩარჩოებს მიღება. ჩვენ შევქმნით საბურავი, რომელიც ორჯერ უფრო მეტ ხანს გემსახურებათ, გაძლევთ საწვავის ეკონომიას და წარმატებით ართმევს თავს ყველაზე რთულ გარემო პირობებს. ეს არის საბურავის ახალი სტანდარტი მთელ მსოფლიოში. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone. შეიძინეთ თეგეტა მოტორსის ცენტრებში. მობრძანდით ვერონას შოურუმებში, სადაც თქვენ გელოდებათ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე დიზაინით დამზადებული ავეჯის ფართო არჩევანი, მისაღები, კაბინეტი, საძინებელი ოთახის ავეჯი, სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა. ვერონა, როცა კომფორტი ბუნებრივია. შენ ყველაზე სრულყოფილი ქმნილება ხარ სამყაროში. შენი მეხსიერება 3 მილიონამდე გიგაბაიტია. გაქვს 576 მეგაპიქსელიანი მხედველობა. შენ განსაკუთრებული ხარ და შეგეფერება მხოლოდ განსაკუთრებული. უახლესი ლეპტოპები და სმარტფონები Elite Electronics-ში. მარტო შენთვის. კომპანია ალბატროსი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მეტალოპლასტმასის და ალუმინის გარფანჯარას ენერგოეფექტური მინაპაკეტით. 2, 35, 47, 47. ალბატროსი. კომფორტი ხარისხში. 2, 3, 3, 105 და 9. რადიო იმედის სარეკლამო სამსახური. სვეტის დროით საქართველოში 14 საათი და 30 წუთია. არასრული საათის სპონსორია TT7. საქართველოში მცხოვრები ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელშემწყობი პროექტი, რომელსაც გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი, ევროკავშირის დაფინანსებითა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციასა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით ახორციელებს. 4 შაბათს, 10 მაისს, 14 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს Back to Georgia. პრობლემა, რომელიც წლებია აქტუალურობას არ კარგავს და მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას. ჩვენ საუბრობთ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელშეწყობაზე. გვისმინეთ და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ გადაცემათა ციკლს Back to Georgia და ვსაუბრობთ საქართველოში მცხოვრები ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგამანათლებლო და ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყო პროექტზე, რომელსაც გურის ახალგაზრდული რესურს ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციისა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით ახორციელებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი სტუმრები არიან პროექტის დირექტორი, გურის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ერაძე და პროექტის კოორდინატორი ოთარ რევიშვილი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ქალბატონ ნათელამ ჟავანაძესთან, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტი გახლავთ. მან ფაქტობრივად პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ადამიანები როდესაც დაბრუნდებიან, მათ დახვდეთ შესაძლებლობა რეალიზება მოახდინონ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ანონსში გვაქვს ბატონებო ესეთი ტექსტი, რომ მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას, პრინციპში ის მიზანი, რომელიც თუნდაც მცირე გრანტების კუთხით მომზადდა, გაიცა, მე მგონი საშუალება გაამართლა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ საკუთარივე ქვეყანაში დაფუძნებულიყვნენ და რაღაც შემოსავლის წყარო გაეჩინათ. რამდენადაც მე მქონდა ინფორმაცია, ამ ადამიანებმა ასევე მიიღეს ერთგვარი ტრენინგი, მიიღეს ინფორმაცია, ისწავლეს, ასე ვთქვათ, როგორ უნდა განეხორციელებინათ ეს ყველაფერი. მე მინდა ამ პროცესზე მოვყვეთ და შემდეგ უკვე საშუალება გვექნება პირდაპირ ეთერში შემოვიყვანოთ ბენეფიციარები, რომლებიც უშუალოდ თავის ისტორიას მოყვებიან. პროექტში რა თქმა უნდა დიდი ადგილი უკავია მცირე გრანტებს, თუმცა საგანმანათლებლო კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის. შესაბამისად, ჩვენ ამ ბენეფიციარებთან, რომელსაც მოგვმართეს განცხადებით, ქონდა ტრენინგები, სადაც ვასწავლეთ თუ როგორ უნდა ემართათ თავისი ესე ვთქვათ მცირე ბიზნესი, რომელსაც შექმნიდნენ. ასევე ვუკითხავდით ლექციებს თუ როგორ უნდა დაწერილიყო ბიზნეს გეგმა, როგორ უნდა იურთიერთობონ ფინანსურ ორგანიზაციებთან, როგორ უნდა იურთიერთობონ შემოსავლების სამსახურთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საგანმანათლებლო კომპონენტიც იყო აქ ჩართული. შესაბამისად, ამ ტრენინგების შემდეგ უკვე თვითონ ეს ადამიანები წერდნენ ბიზნეს გეგმას, რომელიც ბიზნეს გეგმითაც ხდებოდა დაფინანსება, არ დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა. ბატონო ზვიად, დამატეთ თუ დამატებთ. უბრალოდ მინდა დავამატო ცირეოდენი ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ კომპონენტზე პროექტის, რომელიც სუფთა საინფორმაციო კომპანია იყო და ემსახურებოდა მაქსიმალურ ინფორმირებას ადამიანების, რეგიონში მცხოვრები ადამიანების ზოგადად მიგრაციის შესახებ, ის თუ როგორ უნდა გადაკვეთონ, ასე ვთქვათ, საზღვარი, როგორ არ უნდა გახდენ ტრაფიკის სხვები და ასე შემდეგ. აი ამ კუთხით საინტერესო ღონისძიებები ჰქონდა. ჩვენ ვიმუშავებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან 80 წარმომადგენელს განუმარტეთ არსებული რეგულაციები, რათა მათ შემდგომ გაერთილებიათ ეს ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში. ქონდა ძალიან კარგი კომპონენტი პროექტის, რაც არის ფორუმ თეატრი, ეგრეთ წოდებული ფორუმ თეატრი. ფორუმ თეატრით ჩვენ შევედით 28 ტერიტორიულ ერთეულში. 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ასე ვთქვათ, სპექტაკლს და ფორუმ თეატრის ძირითადი არსი და შინაარსი, ანუ სცენარი იყო ის, რომ ადამიანებს აღექვათ ის არსებული სიტუაცია, არსებული პრობლემები, რაც მიგრაციასთან არის დაკავშირებული და დაფიქრებული იყვნენ, კარგად, სად ჯობდა, ასე ვთქვათ, ყოფნა აქ გაეკეთებიათ, ასე ვთქვათ, ეწარმოებიათ და აქ გაძლიერებული იყვნენ, თუ დაეტოვებიათ ქვეყანა და შემდგომ საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ მოხვედრას. ჩვენ ხა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში მივესალმოთ ქალბატონ ნონოზა დობორჯგინიძეს. ქალბატონ ნონოზა, გესმით ხო ჩვენი? მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა თქვენი ისტორია მოუყვეთ ჩვენს მსმენელს და გითხრათ როგორ მოხდით, როგორ მიიღეთ მონაწილეობა და რა ტიპის ბიზნეს საქმიანობა დაიწყეთ. დიახ, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ და თქვენს რადიო მსმენელებს. მე ვარ ნონოზა დობორჯგინიძე, 30 წელი მუშაობდი სკოლაში პედაგოგად, შემდეგ დაიხურა ჩემი სკოლა და გავჩი უმუშევარი, მაგრამ იმდენად მცირე იყო მაშინ პედაგოგის ხელფასი, რომ ახალი სამსახურის ძებნაც არ დამიწყია. ძულებული გავხდი, წავედი მიგრაციაში. 2 წელი მუშაობდი აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, რამდენიმე წელი მუშაობდი ყაზახისტანში და პერიოდულად თურქეთში. მაგრამ იმდენად ძნელი იყო ეს ჩემთვის, დავბრუნდი საქართველოში და დავიწყე პატარა ბიზნესი, კერძოდ
საჯარო სკოლების ბუფეტებთან დავდე ხელშეკრულება და მათ ვამარაგებდი სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმით, ფენოვანი ხაჭაპურები, ლობიანები და ასე შემდეგ. არსებობს რაიონში სუსათის უნებლობის სამსახური, რომელიც ამოწმებს ყველა ობიექტს და განსაკუთრებით იმათ, ვისაც ბავშვებთან აქვს შეხება. მეც შემამოწმენ. მომცენ გარკვეული დრო და მთხოვენ, რომ ამ დროის განმავლობაში თანამედროვე სტანდარტებით განეკეთებინა ჩემი საცხობი. ეს მოითხოვდა გარკვეულ თანხას, რომლის საშუალებაც მაშინ მე არ მქონდა. ასეთი დილების წინაშე ვიდექი, როცა გავიგე, რომ არსებობდა პროექტი გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრში ევროკავშირის დაფინანსებით ყოფილ მიგრანტთა და პოტენციურ მიგრანტთა ხელშემწყობი პროექტი, რომ დაუმაგრებულიყავით ჩვენს ქვეყანაში. მეც მივიღე მონაწილეობა ჩემი ბიზნეს იდეით. პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ გავიარე 3დღიანი ტრენინგი. გავიცადე საოცრად კარგი 3 ახალგაზრდა, ზვიადი, ოთარი და მანანა, რომელთაც დახმარებით შევადგინე ბიზნეს გეგმა, რომელიც მოწონებული იქნა და დამაფინანსეს 5,000 ლარით, პლუს ჩემი თანამონაწილეობის 500 ლარი. ამ თანხით შევიძინე ელექტროხელსაწყოები, შევიძინე ღუმელი, შევიძინე ყველაზე რაც მთავარია ცომსაზელი და ჩემი საწყობი გამხადე მართლაც თანამედროვე სტანდარტების დონეზე. შვენიერი, ქალბატონ ნონოზა. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ეჭვი მაქვს რომ თქვენ გურიას არ გაცდებით და გააგრძელებთ აქტიურ საქმიანობას. შვენიერი წამოწყება. მიხარია რომ ასეთი აქტიური ადამიანი აღმოჩნდით. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მადლობა გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრიდან. დიდი მადლობა. ეს იყო ქალბატონი ნონოზა დობორჯგინიძე, რომელმაც მოგვიყვა თავისი ისტორია პირდაპირ ეთერში და მე ვფიქრობ რომ მსმენელის დამეთანხმება რომ პირველი რაც დავინახეთ ამ ქალბატონში мотиваცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ ნუ ხა გურულ ადამიანს აქვს ეს ღვთით ბოძებული შესაძლებლობა რომ ყველა გზა მოძებნოს და რაღაცნაირად შედეგზე გავიდეს. ასეთივე мотиваცია ქონდა დანარჩენ ადამიანებს, სულ რამდენმა მიიღო მონაწილეობა ვთქვათ და იყო თუ არა რაღაცა ერთგვარი კონკურსიც და არჩევანის წინაშე იდექით თუ არა თქვენ ვინც გადაწყვეტილებებს იღებდით. მე ორიოდეს ვიტყვი, აი ზუსტად ამ мотиваციის შესაქმნელად და ასაღმაღლებლად ჩვენ ფაქტობრივად სოფელ-სოფელი ჩამოვიარეთ 4-ვე რეგიონი. ყველას დაურიგეთ ბუკლეტები, საინფორმაციო მასალები და ასე შემდეგ, თუმცა мотиваციის ამაღლებას განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, როცა ჩვენ დავიწყეთ ბიზნეს ესე ვთქვათ ბიზნეს პროექტების კომპონენტი, ძალიან დაბალი იყო. შემდგომ უკვე მესამე ეტაპია, мотиваცია იმატა. თუმცა ჩვენ იმის გამო რომ კონკურსია, ჩვენ ალბათ ვისურვებდი რომ გაცილებით მეტი ყოფილიყო და ჩვენ მომავალში გეგმავთ ამ კუთხით საქმიანობის გაგრძელებას, ალბათ კი არა დარწმუნებული გვაქვს რომ გვექნება ამის შესაძლებლობა, ფინანსური შესაძლებლობაც იმ ფონდით, რომელსაც ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვაარსებთ, მას სახელი Back to Georgia ერქმევა და შესაბამისად თუ კი ჩვენ გვისმენს მსმენელი დიდი სიამოვნებით ველით, ასე ვთქვათ ახალ პოტენციურ ბენეფიციარებს და მზად ვიქნებით. მგონი საქმე როგორც წესი ყველაზე უკეთესი რეკლამირებაა, ხოლმე ადამიანები თავის ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს მოუყვებიან და აუცილებლად გექნებათ გაცილებით მაღალი ვთქვათ მომართვიანობა. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს კიდევ ერთ ბენეფიციარს გავესაუბროთ. ეს არის ქალბატონ ნატო ბარამიძე. ქალბატონ ნატო გესმით ხომ ჩვენი? დიახ, მოგესალმებით. მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგვიყევით თუ შეიძლება თქვენი ისტორია. მადლობთ, მოგესალმებით ყველას. ჩემი ისტორია ასევე ვარ ყოფილი ემიგრანტი, 5 წელი ვიყავი საბერძნეთში, ქალაქ ათენში. შემდეგ ჩამოვედი ოჯახური პირობების გამო, იძულებული გავხდი ჩამოვედი ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახში დავბრუნდი. და გავაგრძელე ჩვეულებრივი ცხოვრება, მაგრამ გამოჩნდა ასეთი კეთილი სულელები, რომელმაც გამაგებინეს და მითხრეს, არსებობს ასეთი პროექტი, რომელიც ყოფილი ემიგრანტებს ეხმარება და ხელს უწყობს ევროკავშირის დაფინანსებით. მოვედი ახლა გურიის ახალგაზრდა რესურს ცენტრში, გავიგე ამ პროექტის შესახებ, წარმოვადგინე ჩემი იდეა მეცხოველეობის შესახებ
დამეხმარეთ, წარმოვადგინეთ ჩემი პროექტი, მოიწონეთ ჩემი პროექტი, დამაფინანსებ და დღეს ძალიან მაყოფილი ვარ, ძალიან გახარებული ვარ და ვახდენებ ჩემს საქმიანობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გურის ახალგაზრდა რესურსებს, ბატონ ზიადის, ბატონ ოთარის, ქალბატონ მალენას, რაიც სულ ყველა თითოეულ თანამშრომელს. დიდი მადლობა თქვენ რომ მივედით მონაწილეობას. და განსაკუთრებით კიდევ დიდი მადლობა უნდა ვთქვა, რომ ასეთი ხელშეწყობა მიდის ევროკავშირიდან დაფინანსებით. დღეს მებედნიერი ქალი ვარ ჩემს ოჯახში, ჩემს შვილებთან და ვაგზელ. გაიხარეთ, ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ და გაკეთებინოთ თქვენი საქმე. დიდი მადლობა. მადლობა. კიდევ ერთი ჩვენი ბენეფიციარი, ქალბატონი ნატო ბარამიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ქალები აქტიურობენ გურიაში როგორც ჩანს. თუმცა მეორე თქვათ ცდაზე მამაკაცებიც შემოგიერთნენ, ხო? როგორც ზვიადმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე აქტიობა არ იყო, თუმცა შემდეგ ეტაპებზე მოიმატა. კაცებმაც გაიგეს, ხო? ცოტა მოგვიანებით, მაგრამ გაიგეს და აქტიურად ჩაერთვენ ამ პროექტში. ნუ მოკლედ, ეს იყო კონკურსი, რაც მთავარი არის. მინდა გითხრათ, ანუ ესე არ ხდებოდა, რომ ყველა განაცხადი ფინანსდებოდა, ფინანსდებოდა ეს ვთქვათ ისეთი განაცხადები, რომელიც რეალურად გაუჩენდა შემოსავალს ოჯახს. ჩვენ ვყიდულობთ ამ პროექტით როგორც წესი ძირითად საშუალებებს, ჩვენ არ ვაძლევთ თანხას ესე პირდაპირ, ანუ ბიზნეს გეგმის მიხედვით მივდივართ. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ ეს ვთქვათ თვითონაც ეს ვთქვათ ნაბიჯ თავის ბიზნესს ავითარებენ, როგორც გაწერილი აქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი იყოს მათი ბიზნესი და მათი შემოსავალი ყოველდღიურად და ყოველ რაღაც პერიოდულობით გაიზარდოს. შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით მინდა გითხრათ ასევე, რომ ბიზნესი საკმაოდ აქტიურად ჩაება ამ პროექტში. აქ ზუსტად ახსენა, რომ ჩვენ მომავალ გეგმებში არის ფონდის შექმნა, რომელსაც ერქვა Back to Georgia და აი ამ ფონდში თანხების აკუმულირება ზუსტად მოხდება აი ამ ბიზნესით. ანუ ბიზნესს როცა ვაძლევთ ჩვენ გრანტს, ეს გრანტი არის დაბრუნებადი. თუმცა უპროცენტო. შესაბამისად ეს გაცემული თანხა ბრუნდება ფონდ Back to Georgia-ში, საიდანაც ხდება შემდეგ კიდევ ან სტარტაპების დაფინანსება, ან ისევ ბიზნესის დაფინანსება, ანუ ეს თანხა ბრუნავს, ესე ვთქვათ, ბიზნესს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა ერთის მხრივ, რომ დააბრუნოს თანხა და ვთქვათ, შემდეგ ეს თანხა სხვას გადაეცეს, ასევე აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ დაასაქმოს ყოფილი ან პოტენციური მიგრანტები. კი ბატონო, ჩვენ ხა საშუალება გვაქვს კიდევ ერთ ბენეფიციარს გავესაუბროთ, ქალბატონი იამზე ქავთარაძეა ხაზე. ქალბატონო იამზე გესმით ხომ ჩვენი? გესმით ხო ქალბატონო იამზე ჩვენი? ქალბატონო იამზე? გესმით ხო? მოგესალმებით. თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ თქვენი ისტორია, ჩვენ ქალბატონმა ნუნუზამ და ქალბატონმა ნატომ ფაქტობრივად მოგვიყვნენ ეთერში იდეის შესახებ, რომელიც განახორციელეს ამ პროექტით და ისინი აღარ აპირებენ წასვლას ემიგრაციაში. თქვენი ისტორია როგორია? ჩემი ისტორია ასეთია, 2008-ში წავედი საბერძნეთში. დიახ. მიგრაციაში 4 წელი დავყავი და წამოვედი. რომ ჩამოვედი ცოტა ხნის შემდეგ გავიგე პროგრამის შესახებ, რომელსაც ახორციელებდა გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი. დიახ. ევროკავშირის დაფინანსებით. შევიტანე იქ განაცხადი და ჩაგვიტარდა ტრენინგები და ჩემი იდეა იყო საქსოვი დანადგარის შეძენა და აგრეთვე ნაკსოვი პროდუქციის საგარეო მანქანის, რომელიც კიდეც კარგავს ეს. გავაკეთე ჩამიტარდა ტრენინგები, ძალიან ისეთი კურსით, ძალიან სასიამოვნო ტრენინგები, რომელსაც გავახორციელე ისა ფინანსური გეგმა და დამაბინანსეს და შემიდინე ეს მანქანა დანადგარი საქსოვი. დიახ. და როგორ ფიქრობთ, რა მომავალი აქვს თქვენს ბიზნესს? ჩემ ბიზნესს ასეთი მომავალი აქვს, ეს არ არის არც ერთი დღის, არც ორი დღის, ეს არის
სისტემატიური ხასიათის და მე ვაწარმოებ სხვადასხვა ნახსოვ პროდუქციას, ქუდებს, ჯემტრებს, აი გადასაფარებლებით შემიძლია ჯერჯერობით იცით რა შესწავლის ნექსოლა ვიცი მაგრამ შესწავლის საგანია მაინც. ქალბატონი იამზე, მხოლოდ თქვენ მუშაობთ თუ თქვათ მეგობარი ქალბატონებიც გეხმარებიან? ჯერჯერობით მე მხოლოდ თქვენ. ჩართული მყავს ახლა ხალხი რომელსაც შევასწავლი მე ზევით თარგვას, ზევიდან კერვას იმ საგარეო მანქანით და ისინი დამეხმარებიან. შეკვეთები გააქვთ ქალბატონო იამზე? მაგს ახლა როგორ იცით მე დავდე ის ერთხელ რაც გავაკეთე ისინი და შესაძლოა მოდონება დაიმსახურა და ძალიან ისეთი დაიმსახურა. ეხლა ძირითადად საზაფხულო დასასრულზე გადავალ უფრო ბლუსკების სტილის ისეთი რომელიც დაფუჭის აი მაისურები ისეთი თხილი და რაღაცა შევიძინე დაფები და ეხლა კიდე შევიძენ ისეთ რომელიც საფხულისთვის არის განკუთვნილი და ძალიან გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო იამზე წარმატებები მინდა გისურვოთ და მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მადლობა ევროკავშირს მადლობა გურიის ახალგაზრდულ რესურს ცენტრს და მადლობა რადიო იმედს მადლობა ქალბატონი იამზე ქავთარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში რომელიც თავის ბიზნესის გაფართოებას როგორც ჩანს საკმაოდ სერიოზულად აპირებს ბატონებო სულ 5 წუთი გრჩება და ამ ადამიანების ეთერში შემოყვანით ამ ისტორიების მოსმენით დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი უკვე მესამე ეტაპზე მიიღოს მონაწილეობა პროექტში. ემზადებით ვთქვათ ამ ადამიანების შესახვედრად და თუ არსებობს რაიმე ვთქვათ განსაკუთრებული კრიტერიუმები რომლებსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ. დიახ, მაგრამ პროექტი ძალიან დიდია და უბრალოდ 1-2 წუთს წავიღებ კიდევ ერთი კომპონენტის შესახებ, ანუ ეს არის კი ძალიან კარგი დიდი კომპონენტი ჩვენი პროექტისა, თუმცა არის და იყო კიდე კომპონენტი, რომელიც პროფესიულ გადამზადებას ითვალისწინებს. ძირითადად აქ ახალგაზრდები გადავამზადეთ სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლების მეშვეობით და აი მაგალითად ისეთი პროფესია როგორც არის მძიმე ტექნიკის მართვა. ეს არის ისეთი პროფესია, რომელიც დღეს დეფიციტურია. შევასწავლეთ ეს ბავშვები, ეს ახალგაზრდები დადიოდნენ თურქეთში სეზონურ სამუშაოზე და რამდენიმე უკვე 10-მდე ადამიანი უკვე დასაქმდა თავიანთი არსებული პროფესიით. ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ პროექტის. მithumedes არის მოთხოვნა ბაზარზე, აი ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად ვაკანსიების, ახალი ვაკანსიების გამოცხადების შესაძლებლობა და მუდმივად ეძებენ ასეთ ადამიანებს. აი მუდმივად არის მოთხოვნა ბაზარზე ასეთი ხალხის. დიახ, იმიტომ რომ ამ მიგრაციის პრობლემა ზოგადად ფართია, რა თქმა უნდა, თუმცა დღეს საქართველოში არის ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომ პროფესიული კუთხით განვითარებული, გაძლიერებული ადამიანები და ძალიან კარგია რომ ამას აკეთებთ, იმიტომ რომ ძირითადად დამკვეთები ამბობენ რომ არიციან კვალიფიკაცია არ არის და საჭიროა გადამზადება. დიახ, და ეს ფული ღირს გადამზადება, სწავლა ფული ღირს და შესაბამისად ამ პროექტმა მიცა მათ საშუალება. ფული ღირს თან ძალიან ძვირი მინდა გითხრათ აბატონო. ოთარ მოკლედ მესამე ეტაპზე რომ ითხრათ. ანუ მესამე ეტაპის განაცხადების მიღება დასრულებულია და ეხა ვართ ესე ვთქვათ განხილვის ეტაპებზე. ესე იგი სამომავლოდ როგორც აღნიშნე ეს არის უკვე Back to Georgia ფონდის ჩამოყალიბება და სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოდან დავიწყებთ ახალი განაცხადების მიღებას. მე მოუწოდებ მაყურებელს, მსმენელს ბოდიში, რომ აქტიურად ჩაერთონ ჩვენს კონკურსში. ნუ ვიმეორებ, რომ კონკურსი არის გურიის მუნიციპალიტეტებში და აჭარაში, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ველოდებით. კონკრეტული თანხა ვთქვათ, როდესაც ბიზნეს გეგმას წარადგენენ, ხარჯ-დაღრიცხვაში მითითებული უნდა იყოს თუ რა თანხებზე ალაპარაკი ესეც ვთქვათ. სტარტაპზე მაქრო შეიძლება ვიღაცას უნდოდეს 10 მილიონი და სტარტაპზე ანუ ფინანსდებოდა 5,000 ლარით, 500-დან 5,000 ლარამდე, ბიზნეს კომპონენტში უკვე ფინანსდებოდა 5,000-დან 50,000 ლარამდე. ეს 50,000 ლარი იყო ჩვენი ჯერი, ნუ საკმაოდ ისეთი კარგი თანხაა, თან უპროცენტოდ ხას უსვამ ამას, ბიზნესთვის ძალიან მისაღები წინადადება იყო და ვიმეორებ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთო ბიზნესი ამ პროექტში. შესაბამისად ზაფხულის ბოლოსაც უკვე ველოდებით. კარგია რომ იქნება ფონდი, კარგია რომ ადამიანებს რომლებიც მომავალში აპირებენ რომ ბიზნესში დამკვიდრდნენ, მათ საჩუქარი არ მიიღონ და ეს არ იყოს სოციალური დახმარება და თავიდანვე პირველივე წამიდან უნდა იცოდნენ რომ ყველაფერი არის ფინანსები და ყველაფერი ასე ანგარიშდება რას იზავთ კაპიტალის მსვაშენებს და თქვენი ეთერიდან ასევე მინდა მიმართო ზოგადად ბიზნესს და მინდა მივაწოდო ეს ინფორმაცია
ესეთი ფონდი იქმნება. შესაბამისად ჩვენ fundraising-საც ვეწევით, ეხლა და შეუძლიათ მათაც მიიღონ რაღაც სოციალური, ეს ვთქვათ, რაღაც თანხა გაიღონ ამ ფონდისთვის, რომელიც შემდეგ მოხმარდება პოტენციურ ან ყოფილ მიგრანტს. ძალიან მადლობა ბატონებო გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კიდევ ივნისის ბოლოს და ფაქტობრივად იქნება საანგარიშო გადაცემა. მოუყვებით ჩვენს მსმენელს უკვე პროექტის დასრულებაზე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ საუბრობდით ფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე, გადაცემათა ციკლს Back to Georgia-ს, საქართველოში მცხოვრები ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგამართლებო და ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობ პროექტზე უწევდა დღეს აქცენტირების გაკეთება, რომელსაც გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი, ევროკავშირის დაფინანსებით და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციისა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პატრონობით ახორციელებს და ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ზვიად ერაძე, პროექტის დირექტორი, გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და ოთარ რევიშვილი, პროექტის კოორდინატორი. უბრალოდ ვიდრე დაგემშვიდობებით თქვენს და ჩვენს მსმენელსაც მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროექტში ჩაბმულ კიდევ ერთ ძალიან კარგ ადამიანს, თამარ ღლონც, რომელიც ჩვენ შარშან გავიცანით და ყავდა გადაცემაში სტუმრად. ვუსურვო ყოველივე საუკეთესო და ის საპატიო მიზეზის გამო არ არის დღეს გადაცემაში, მეორე შულს ელოდება. ასე რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ისევ და ვისაუბრებთ იმ წარმატებულ პროექტებზე, რომელიც სწორედ აი ამ პროექტის საშუალებით ხორციელდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ მოსმენამდე ნახვამდის. საქართველოში მცხოვრები ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელშემწყობი პროექტი, რომელსაც გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი, ევროკავშირის დაფინანსებითა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციასა და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით ახორციელებს. 4 შაბათს, 10 მაისს, 14 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს Back to Georgia. პრობლემა, რომელიც წლებია აქტუალურობას არ კარგავს და მიზანი, რომელიც ამართლებს საშუალებას. ჩვენ საუბრობთ ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნეს საქმიანობების ხელშეწყობაზე. გვისმინეთ და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.